აღდგომის წინა დღეს იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის ტაძარში ხდება უდიდესი სასწაული. ზეციდან გარდამოდის ღვთაებრივი ცეცხლი და მაცხოვრის საფლავის ქვებთან ინთება. ამ დროს იქ იმყოფება მართლმადიდებელი პატრიარქი იერუსალიმისა, ღვთაებრივ ცეცხლს იღებს სანთლებით, გამოაქვს მაცხოვრის საფლავიდან და შემდგომ უამრავი ორწმუნე იქ ყოფი ტაძარში პატრიარქის ხელიდან იღებს ღვთაებრივ ცეცხლს და ავრცელებენ მთელ იერუსალიმის უზარმაზარ ტაძარში. ეს უდიდესი სასწაული ხდება ყოველ წლიურად, უკვე თითქმის 2000 წელია. ჩვენი მიზანია ვანახოთ ქართველ ერს, ქართველ ხალხს ეს უდიდესი სასწაული, ბევრმა შეიძლება არც იცის, რომ ესეც სასწაული ხდება და ურწმუნოთათვის იქნება მოსაქცევად და ორწმუნეთათვის წმენაში გასამტკიცებლად. სანამ ამ ფრაგმენტებს ვაჩვენებდეთ, ჩვენ დავიწყოთ ბზობის დღესასწაულიდან. ეს კადრები ბზობის დღესასწაულს ეხება. როგორც ვიცით, ბეთანიაში მაცხოვარმა აღადგინა 4 დღის გარდაცვლილ ლაზარე, რომლის გვამი უკვე ყარდა და ამ უდიდესმა სასწაულმა თითქმის მთელი ისრაელი მოაქცია. უამრავი ხალხი ჩამოდიოდა ბეთანიაში და მაცხოვარმა გადაწყვიტა იერუსალიმში წასულიყო მოწაფეებთან, მოციქულებთან ერთად და როგორც ვიცით სახარებიდან, იგი დიდებით შევიდა იერუსალიმში. ხოლო უმრავლესი იგი ერი დაუფენდა სამოსელსა მათსა გზასა ზედა და სხვანი მოკაფდეს რტოებსა ხეთაგან და დაუფენდეს გზასა ზედა. და ერი იგი, რომელი წინა უვიდოდა და რომელი უკანა შეუდგა, ღაღადებდეს და იტყოდეს ოსანა ძესა დავითისსა, კურთხეულარს მომავალი სახელითა უფლისათა. გვაცხოვნენ ჩვენ, რომელი ხარ მაღალთა შინა. როგორც ხედავთ, პალესტინაში მორწმუნეებს ფინიკის პალმის რტოები უჭირავთ. ბზობის დღესასწაულზე ჩვენთან საქართველოში, რუსეთში ბზის რტოები გვიჭირავს და ესე ხვდებით ამ დიდებულ დღესასწაულს. ალბათ იმიტომ, რომ ჩვენთან ფინიკის პალმები არ არის და იქ კი, როცა მაცხოვარი დიდებით შევიდა იერუსალიმში, აი ზუსტად ფინიკის რტოებს და სხვადასხვა მარადიულ მწვანე მცენარეების, ბუჩქების რტოებს კაფავდნენ ებრაელები და უფენდნენ მაცხოვარს და აფრიალებდნენ და როგორც წავიკითხეთ, ხმამაღლა ყვიროდნენ ოსანა მაღალთა შინა. აი ხედავთ, რომ მათ ხელში უჭირავთ ფინიკის რტოები. ეს პროცესია, რომელსაც ჩვენ ახლა უყურებთ, გაივლის ზუსტად იმ გზას, რომელიც გაიარა მაცხოვარმა ბეთანიიდან იერუსალიმამდე.
აქ უამრავი სტუმარია ჩამოსული. როგორც საბერძნეთიდან, რუსეთიდან, რუმინეთიდან, ასევე სხვა არამართმადებულ ქვეყნებიდან, ინგლისიდან, გერმანიიდან. განსაკუთრებით უამრავი ხალხი აღდგომის დღეებში, ესე იგი დიდ პარასკევსა და დიდ შაბათს ჩამოდის. მაგრამ მორწმუნეები უკვე აი ზობის დღესასწაულიდან ჩამოდიან იერუსალიმში და დიდი სიხარულით უერთდებიან აი ამ გზას ბეთანიიდან იერუსალიმამდე. ეს არის ბზობის დღესასწაული. ესე იგი, აღდგომამდე რჩება 1 კვირა. ცეცხლის გარდამოსვლამდე რჩება 6 დღე. ეხლა მორწმუნეები უახლოვდებიან იერუსალიმს. ეს უკვე ზეთისხილის მთა. ეს ის ადგილია, სადაც მაცხოვარი შეჩერდა, გახედა იერუსალიმს, ატირდა და თქვა: იერუსალიმ, იერუსალიმ, რამდენჯერ ვეცადე, მინდოდა რომ შემეკრიბე შენ, მაგრამ არ ინებე. სხვათა შორის ამ სიტყვებში კარგად ჩანს, რომ ღმერთი მუდამ ზრუნავს ადამიანთათვის, მაგრამ ზოგჯერ სამწუხაროდ ადამიანი უარყოფს ღვთის მოწყალებასა და ზრუნვას. ამ სიტყვებიდან კარგად ჩანს, რომ თუ ადამიანი თვითონ არ მოინდომებს, მაშინ ღმერთი მას ვერ უშველის. ანუ აი კარგი გამოთქმა გვაქვს ქართველებს, ხელი გაანძრიე და ღმერთი გიშველისო. ეს არის უკვე გეცამანის ბაღი. დღესდღეობით ეს იერუსალიმია, მაგრამ მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების დროს ეს ადგილი იყო იერუსალიმის გარეთ. ასევე მოჩანს ძველი კედლები იერუსალიმისა, ძველი ქალაქი იერუსალიმისა და გეცამანის ბაღი არის კედლების გარეთ. მაცხოვრის აღდგომის ტაძარი ელენე დედოფალმა ააგო მე-4 საუკუნეში იმპერატორ კონსტანტინე დიდის დახმარებით. შემდგომ საუკუნეებში მაცხოვრის აღდგომის ტაძარს დაემატა დიდი ტაძარი. უზარმაზარი და დაახლოებით მე-7-მე საუკუნეში უკვე ესეთი სახე მიიღო. ამ დიდ ტაძარში მოთავსებულია გოლგოთა, მაცხოვრის საფლავი, ესე იგი ის პატარა აღდგომის ტაძარი და ყველა ადგილი,
მონიშნულია მიუთითებენ, სადაც ღვთისმშობელი იდგა ჯვარცმის დროს ტიროდა. თქვათ რა ადგილზე იდგა მარიამ მაგდალინელი. ცალკეა გამოყოფილი გარდამოხსნის ადგილი, როდესაც გარდამოხსნეს მაცხვარი და სანამ დაასაფლავებდნენ, რომელ ადგილზეც დააწვინეს და აი ეს ადგილი ცალკეა გამოყოფილი. აი ეს ყველაფერი, რაცაც ჩვენ სახარებაში ვკითხულობთ ვნების შვიდეულში, რაც ხდება ჯვარცმის დროს და შემდგომ, ეს ყველა ადგილი თავმოყრილია, ინიშნებული ამ უდიდეს უზარმაზარ ტაძარში. ეს კადრები უკვე დიდი ხუთშაბათისაა. მაცხვარმა ამ დღეს მოციქულებს ფეხები დაბანა. პეტრე მოციქულმა თავდაბლობით მიუგო უფალს. მე არ დაგაბანინებ ფეხებს. შენ როგორ უნდა დამბანო მე ფეხები? მაცხვარმა მიუგო. თუ არ დაგბან, მაშინ ჩემთან წილი არ გექნება მარადიულ ცხოვრებაში. როდესაც პეტრემ გაიგო, რომ თუ არ დაბანდა მაცხვარი ფეხებს, მაშინ მასთან მარადიული განშორება ელოდა, მაშინ მიუგო პეტრემ, ფეხები კი არა, თავი, ხელები და ყველაფერი დამბანე უფალო. ესე იგი, ოღონ კი შენ არ განგეშორო. მაშინ უკვე მიცა პეტრემ უფლება, რომ მაცხვარს ფეხები დაებანა. ასევე ხდება ზიარებისას იესო ქრისტეს წმინდა სისხლისა და ხორცის მიღების დროს. დიდ ხუთშაბათს ზუსტად საიდუმლო სერობა აღესრულა. ხშირად მორწმუნეები ამბობენ, რომ როგორ გავკადნიერდეთ და მივეახლოთ წმინდას ზიარებას. დიდ ხუთშაბათს მაცხოვარმა საიდუმლო სერობა აღასრულა. ეს უდიდესი, უმთავრესი საიდუმლო ახალი აღთქმისა. მაცხოვარმა აიღო პური, წითელი ღვინო, აკურთხა და თქვა: მიიღეთ და სჭამეთ, ესე არის ხორცი ჩემი, თქვენთვის განტეხილი მისატევებლად ცოდვათ. და სულ ამისგან ესე არის სისხლი ჩემი, ახლის აღთქმისა, თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული. ყოველი ქრისტიანი, მართლმადიდებელი ჭეშმარიტი ქრისტიანი, ყოველ კვირას, შეძლების დაგვარად ყოველ კვირას ეზიარება იესო ქრისტეს სისხლსა და ხორცს. მაცხოვარმა ბრძანა: ვინც შეჭამს ჩემს ხორცს და ვინც დალევს ჩემს სისხლს, ის ჩემთან იქნება და მე მისთან. ამიტომ ყოველი ჭეშმარიტი ქრისტიანი ზიარებისაკენ მიისწრაფის. ზიარების გარეშე ქრისტესთან ვერ იქნები. ზიარების გარეშე მარადიულ ცხოვრებას ვერ მოიპოვებ. ბევრს, განსაკუთრებით არა მართლმადიდებლებს, უკვირთ, ზოგს არც მოწონს, რომ მართლმადიდებელთა ღვთისმსახურება გადაჭარბებულია, ზედმეტია, ფიქრობენ ისინი. ეჩვენებათ ბევრი რამ ზედმეტად. მაგალითად, პროტესტანტებმა თითქმის მთელი ღვთისმსახურება გაუქმეს და მათი ღვთისმსახურება სულ რამოდენიმე წუთი გრძელდება, ზოგჯერ გიტარის და სხვა თანამედროვე მუსიკალური ინსტრუმენტის თანხლებით. სინამდვილეში ღვთისმსახურება თვით მაცხოვარმა დააწესა. რელიგიულ წესს ადამიანი სულიერი რეალიების სფეროში შეჰყავს. მარადიული, ღვთაებრივი ენერგიების ველში,
არადროებითი და არასივრცობრივი განზომილების სამყაროში. ამიტომ წესების დარღვევით იგი საზოგადოებრივ ეთიკურ სტრუქტურებსაც არღვევს. საეკლესიო წესები და რიტუალები გარეგნულად და მექანიკურად როდი მოქმედებს ადამიანის სულზე. ეს ის არხებია, რომელთა საშუალებითაც ადამიანს ღვთაებრივი მადლი ენიჭება. ესაა ღვთისმსახურების ღერძი, რომლის გარშემო ტაძარში მყოფი ადამიანები სულიერად ერთ ცოცხალ მისტიურ სხეულად ერთიანდებიან. საეკლესიო წესებს ორი მიმართულება აქვს: ვერტიკალური და ჰორიზონტალური. ვერტიკალური ღმერთთან თანაზიარებას, ადამიანის სულის მატერიალური სამყაროდან სულიერისაკენ სწრაფვას აღნიშნავს, ხოლო ჰორიზონტალური ტაძარში მყოფი ადამიანების გაერთიანებას ერთი სარწმუნოებით, ერთი მისტიკური განცდით, ერთი ლოცვითი ნაკადით. წესის დარღვევა სულიერი კომუნიკაციის დარღვევა. ასეთი შემთხვევა იყო. ერთ-ერთ სადაგ დღეს ვაზიარებდი მორწმუნეებს და უცებ რიგში ერთი უცნობი ადამიანი ჩადგა საზიარებლად. მოვიდა, მოახლოვდა ბარძიმს და შევიცანი, რომ იყო უცხო ინგლისურ ენოვან ახალგაზრდა კაცი და იქვე ერთ ჩვენ მრევლს თხოვე, ეთქვა მისთვის, რომ თუ არის მართლმადიდებელი, აქვს თუ არა ლოცვა კურთხევა ზიარებაზე და აღმოჩნდა, რომ მართლმადიდებელია, მას ჰქონდა ლოცვა კურთხევა ზიარებაზე და ვაზიარი. აღმოჩნდა, რომ ეს კაცი იყო ინგლისელი, ანგლიკანი და როდესაც მოილოცა იერუსალიმი და ნახა ზუსტად ეს ღვთისმსახურება, რასაც ჩვენ უყურებთ, გაოცდა, ისე მოეწონა ღვთისმსახურება და თქვა, რომ ჭეშმარიტად მართლმადიდებლებს აქვთ ამაღლებული და ნამდვილი ღვთისმსახურება. და ამ ღვთისმსახურება მოაქცია ზუსტად იგი მართლმადიდებელ სარწმუნოებას. აი ახლა ზუსტად ფეხბანვის პროცესია. ესე იგი ის, რასაც ჩვენ ვკითხულობთ სახარებაში, ესე ცოცხლად აღასრულებს პატრიარქი.
ეს უკვე დიდი პარასკევია. შავებით იმოსება სამღვდელოება, პატრიარქი იერუსალიმის შემოსეს შავებით. ამ დღეს ეკლესიაში ფარდები, ანალოგიის გადასაფარებელი თვით სამღვდელოების შესამოსელი ყველაფერი შავებით იმოსება. სამღვდელოებად შავებით შეიმოსება და აი ზუსტად აქაც ჩვენ ხედავთ კადრში დიდ პარასკევს იერუსალიმში. Ευλογημένη είσοδος των Αγίων σου, πάντοτε νυν και αεί και εις τους αιώνας των αιώνων. რა ხდება ამ დღეს, ესე იგი, სასულიერო პირები და მორწმუნეები გადიან იმ გზას, ზუსტად იმ გზას, რომელიც გაიარა მაცხოვარმა. ანუ გოლგოთის გზა. ხელში უჭირავთ ეს ჯვარი. ეხლა ვნახავთ იმ ადგილებს, სადაც გაიარა მაცხოვარმა გოლგოთამდე და ატარა ჯვარი. ეს ის ადგილია გადმოცემით მაცხოვარმა რომ შეისვანა და ხელი მიადო. და მრავალი საუკუნის განმავლობაში მორწმუნეების ამბორით, ზოგი ალბათ ტეხტა კიდევაც ან რაღაც მცირე ნაწილს იღებდა და აი რაღაცნაირად ესეთი ცოტა ღრმული გაკეთდა ამ ადგილზე. აი ეფერებიან ამ ადგილს, კოცნიან, თქვენ ნახეთ ამ კედელზე არის ეს ადგილი. გადმოცემით მაცხოვარმა პირველად აი ამ ადგილზე შეისვენა. დაღლილმა, დატანჯულმა, ნაგვემმა, ნაცემმა მაცხოვარმა. პატრიარქი მოხუცია, უძლურია და ამ გზას ვერ გადის. იგი გადასცემს სხვა ეპისკოპოს ჯვარს და ფეხით საკმაო გზაა და მას უჭირს და ეს სხვა ეპისკოპოსი გააგრძელებს ამ გზას. სანამ მორწმუნეები, მართლმადიდებლები გადიან ამ გზას, უპრიანია წავიკითხოთ ფრაგმენტი დიდი ღვთისმეტყველის წმინდა მამის იუსტინე პოპოვიჩის სიტყვიდან დღეს ღვთის თავს საშინელის სასჯელი აღესრულება. დაივიწყეთ ყველა დღე დიდ პარასკევამდე და დიდი პარასკევის შემდეგ ჩაატიეთ ადამიანი დიდი პარასკევის საზღვრებში. ხომ არ არის იგი ყველა ბოროტების თვალსაჩინოება, ყველა შეცდომილების ნავსაყუდელი, ყველა საძაგლობის თავშესაყარი. ხომ არ შეიშალა დღეს მისგან დედამიწა, ხომ არ დაამტკიცა ადამიანმა დღეს ღმერთკაცის სიკვდილით, რომ ჭეშმარიტად დედამიწის სიგიჟია. დღეს კაცობრიობამ ღმერთ სიკვდილი მიუსაჯა. ესა უდიდესი ამბოხი, უდიდესი ცოდვა ცისა და მიწის ისტორიაში. ამგვარი არ მოუწყვია თვით დაცემულ ანგელოზებსაც კი. დღეს აღესრულა საშინელი სამსჯავრო ღვთის თავს. არასოდეს უხილავს სამყაროს უფრო უცოდველი მსჯავრდებული და უფრო შეშლილი მოსამართლეები. არასოდეს ამაზე საშინლად არ დაუცინიათ ღვთისათვის. ყოვლის დამცინავი ჯოჯოხეთი ჩასახდა დღეს ადამიანში და დასცინა ღმერთს და ყველაფერს ღვთაებრიws. დასცინეს დღეს იმას, ვინც არასოდეს იცინოდა. ამბობენ, უფალი იესო ქრისტე არასოდეს იცინოდა. ოტირალი კი ხშირად უნახავთ. თავლապ დასხმულია დღეს ის, ვინც ჩვენს განსადიდებლად მოვიდა.
ვაწამებთ დღეს მას, ვინ ჩვენს ტანჯვათა დასახსნელად მოვიდა. სიკვდილ მისჯილია დღეს ის, ვინც მარადიული სიცოცხლე მოგვანიჭა. ადამიანო, აქვს კი საზღვარი შენს უგუნურებას, უჩანს კი ფსკერი შენს დაცემას? ღმერთის წამებაში ადამიანი ეშმაკზე უმოწყალო აღმოჩნდა. არ გჯერათ, ყური დაუგდეთ, რას გვიყვება თვითმხილველი და ნერწყვიდეს მას, იმ სახეში, იმ მშვენიერსა და მომხიბლელ სახეში, უფალო რატომ არ დასაჯე მათი ბაგეები კეთრი და არ აქცია ისინი იარებად, იმისთვის ხომ არა, რომ გესწავლებინა ჩემთვის მოთმინება და მორჩილება. ნერწყვინდნენ იმ არაჩვეულებრივსა და კეთილ სახეში, რომელიც ყველა თანავარსკვლავედსა და ნეტარებაზე ძვირფასი. რას ვლაპარაკობთ? ყველა ნეტარებაზე რომ აღმატებულია რამე თუ ამ მორჩილ სახეში მთელი სისრულია მარადიული ნეტარებისა, მთელი სისრულია მარადიული სიხარულისა. ნერწყვეს იმ ნათელ სახეში, რომლის წინაშეც დგებოდა და თვინიერდებოდა ზღვა, იმ სახეში, რომელიც ამშვიდებდა აფორიაქებულ სულებს, ანიჭებდა მათ სიმშვიდეს და თქვენ გიამაყებათ? დაუშვით თქვენი დროშები, ჭიაღუა არარაობებო. არავის არ უნდა გცხვენოდეს ისე როგორც ადამიანს. არავინ დემონთაგან, არავინ მხეცთაგან, არავინ ცხოველთაგან ადამიანები ნერწყვავდნენ ღმერთს. არის ამაზე საშინელი რამე? ადამიანები გვემენ ღმერთს. არის ამაზე უფრო სატანისტური რამე? ძმებო, ჯოჯოხეთი რომ არ ყოფილიყო, ადამიანებისათვის უნდა გამოეგონათ იგი, მხოლოდ ადამიანებისათვის. მას შემოქმედსა და ღმერთს ნერწყვავდნენ, გვემდნენ, ის კი მორჩილა და უხმოდ იტანდა ყოველივეს. რა გამართლება გაქვს შენ, რომელიც ყველა შეურაცხყოფას შეურაცხყოფით პასუხობ, ყველა ბოროტებას ბოროტებით, წყევლი, როცა აქ წყევლიან, გძულს, როცა ზულ ხარ, როცა ბოროტებას ბოროტებით პასუხობ, უფალ იესოს ნერწყვავ, როცა გძულს ის, ვისაც შენ ზულ ხარ. ქრისტეს წემ და აწამებ, როცა შეურაცხყოფას შეურაცხყოფით პასუხობ. იესო ქრისტეს ამცირებ, რადგან მას მსგავსი არასოდეს ჩაუდენი. ჯვარცმულია ღმერთი, კმაყოფილი ხართ ღვთის მებრძოლო, დამშვიდით ღვთის მკვლელებო, რას ფიქრობ ჯვარზე გაკრულ მაცხოვარზე? მატყუ არა, უმწეო, მაცდური, თუ შენ ღვთის ძე ხარ, ჩამოდი ჯვრიდან, ესეც შენ ტაძრის სამდღეში აღმშენებელო, უშველე შენ თავს და ჩამოდი ჯვრიდან. და რას ფიქრობს ღმერთი ჯვარზე გაკრული, ჯვრის ქვევით მდგარ ადამიანებზე? იმას, რასაც სიყვარულისა და მორჩილების ღმერთი ფიქრობს. მამაო, მიუტევე ამათ, რამე თუ არა იციან რასა იქმა. როცა ადამიანებმა მოითავეს კომედია ღმერთთან და ჩაწყნარდნენ, ალაპარაკდა სამყარო, აღაღადნენ ქვები, მათ უფრო მეტად თანაუგრძნეს ქრისტეს ვნებებს, ვიდრე ადამიანებმა და მზეც ალაპარაკდა, თავისი ნათელი დააბნელა ჩვენმა მრისხანემ ნათობმა, ნათელს შერწყვა, რომ ადამიანები ხარობდნენ, მიცვალებულებს საფლავებში მოესმათ ქრისტეს ქვითინი და ისწრაფოდნენ საფლავებიდან, სანამ ცოცხლები ჯვრის ქვეშ იდგნენ მკვდარი სულებით. და დაბნელდა მზე და განიპოკრეცაბმელი ტაძრისა მის შორის, რადგან მზემ მოარიდა თავისი მზერა ჯვარცმულ ქრისტეს. ყოველი უთანაგრძნობდა თავის შემოქმედს, დიახ, ყველა და ყველაფერი უთანაგრძნობდა ჯვარცმულ ღმერთს, ყველა და ყველაფერი ადამიანის გარდა. ყოველმა არსმა თვით ჯვარზე იცნო ღმერთი და რწმენა იგი, როგორც ღმერთი. ქრისტემ ჯვარზეც გამჟღავნა თავი, როგორც ღმერთმა. რითი? ავაზაგზე პასუხით, კიდევ რითი? მზის დაბნელებით, მიწისძვრით, კიდევ რითი? მტრებზე ლოცვით. მამაო, მიუტევე ამათ, რამე თუ არა იციან რასა იქმა. ეპისკოპოსი ქადაგებს სიტყვას ჯვარზე. ჩვენ რაც წავიკითხეთ დაახლოებით შინაარსით ასეთი შესაბამისი ქადაგება და ისე იმოქმედებს მორწმუნეებზე, რომ ზოგი ატირდება და ბოლოს ტარს შემოკრავენ. ეს პროცესი ესე იგი კვლავ
მიმდინარეობს სვლა ეს არის ჯვარცმის ადგილი გოლგოთა. დედამიწაზე ყველაზე უწმინდესი ადგილი. ჯვარცმის ადგილი მაცხოვრისა და მაცხოვრის საფლავი აღდგომის ტაძარი. ეს ზუსტად ეს ადგილი, სადაც მაცხვარი ჯვარს აცვეს. აღსანიშნავია, რომ ეს ორი უდიდესი წმინდა ადგილი დედამიწაზე, გოლგოთა და მაცხოვრის საფლავის ადგილი, მართლმადიდებლების ხელშია დღესაც და მთელი ისტორიის მანძილზე იყო მართლმადიდებლების ხელში. პროცესია შემოვიდა ტაძარში და გოლგოთის ადგილამდე მივიდა და თაყვანისცა. ამით მორწმუნეებმა გაიარეს ზუსტად ის გზა, რაც მაცხვარმა 2000 წლის უკან გოლგოთამდე. აი გოლგოთიდან ჩამოდიან ეპისკოპოსები და მოაქვთ გარდამოხსნა. ჩვენთან ეკლესიებში გარდამოხსნა გამოგვაქვს საკურთხევლიდან და ვასვენებთ ცენტრალურ ტაძარში. იერუსალიმში კი თვით გოლგოთიდან აიღებენ გარდამოხსნას და ჩამოასვენებენ ტაძარში. ეს არის ის ადგილი ზუსტად, როცა მაცხვარი გარდამოხსნეს და მენასაცხებელი დედებმა დაასვენეს ამ ადგილზე. გოლგოთის ქვემოთ, ოდნავ ქვემოთ არის ადგილი, სადაც გადმოცემით მაცხვარი ჯვარზე მიაჭედეს. შემდგომ აწიეს ჯვარი და გოლგოთაზე ჯვარს აცვეს. ამბობენ, რომ მაცხოვრის ჯვარცმის დროს, სადაც მიალუსმეს მაცხვარი, იმ იატაკზე ყურს ადებენ მორწმუნეები და ამბობენ, რომ ჩაქუჩის გაგონის ხმა ისმის. Σας παρακαλώ, ღვთისმსახურება მიმდინარეობს დიდი პარასკევის, ესე იგი ცეცხლის გარდამოსვლამდე რჩება ერთი დღე. ამ დღეს უკვე დიდ პარასკევს ტაძარი ივსება სრულიად, იმიტომ რომ ვინც დააგვიანებს შაბათ დილით უკვე ტაძარში შესვლა
ფრიად ჭირს. ტაძარში შესვლა თითქმის შეუძლებელი. ამიტომ მორწმუნეები ცეცხლის გარდამოსვლამდე ზოგიერთ 2 დღით ადრე, მაგრამ 1 დღით ადრე კი აუცილებლად, ვინცაც სურს ცეცხლის გარდამოსვლა ნახოს, უკვე ტაძარში იმყოფება. საინტერესოა, რომ ამ დროს ნაწილობრივ ესე იგი უხაერობაცაა ამდენი ხალხი ერთად ტაძარში, ნაწილობრივ მთელი 1 დღე ტაძარში გაჩერება გაანჭირს თქვათ მოხუცებისთვის, ავადმყოფებისთვის, მაგრამ დღეს არავინ არ იცვლის, ყველას სურს რომ ეს უდიდესი სასწაული თავის თვალით ნახოს. Τι μεγάλο προνόμιο ευσεβείς προσκυνητές, ευσεβείς χριστιανοί, να βρίσκεστε σήμερα αυτή τη στιγμή, αυτή την ώρα στον Άγιο Τόπο, που ευρίσκεται ενταφιασμένος ο Κύριος ημών Ιησούς Χριστός, απόψε σε αυτό τον Άγιο Τάφο, ευρίσκεται άπνους ο αυνός του Θεού, ο σαρκωθής εκ Πνεύματος Αγίου, ჩვენ ახლა ნახავთ კადრებს, ესეთ საოცარ კადრებს ცეცხლის გარდამოსვლამდე, როგორ მოდიან მართლმადიდებელი არაბები, ასე იგი ადგილობრივი არაბი მართლმადიდებლები, როგორ მოდიან დიდი ზარზეიმით. შეიძლება გაგიკვირდეთ კიდევაც, რომ ეს რა ქრისტიანობა, როგორ შეიძლება ესეთი ხმაური, როგორ შეიძლება ესეთი ყიჟინა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ისინი არიან ადგილობრივი მცხოვრებნი, რომლებიც ყოველ წელს აი ამ უდიდეს სასწაულს ხვდებიან და თუ გავითვალისწინებთ, რომ გავიაზრებთ, გადავხედავთ ისტორიას, რომ ეს მართლმადიდებელი ქრისტიანები, ადგილობრივი, ესე იგი მართლმადიდებელი ქრისტიანები პალესტინაში, როგორი დევნილები იყვნენ, როგორ ანჯვაწამებაში მოუწიათ მათ ცხოვრება, მაშინ უკვე ადვილი წარმოსადგენია მათი ეს დიდი სიხარული. ისინი მოდიან ყიჟინ შეძახილებით გაუმარჯოს მართლმადიდებლობას, გაუმარჯოს ჩვენ რწმენას, ჩვენი რწმენა მართალია. ისინი ამ შეძახილებით მოუწოდებენ არამართლმადიდებლებს, პროტესტანტებს, კათოლიკებს, სხვებს, თითქოს მოუწოდებენ, რომ რატომ რჩებით ურწმუნოებაში. აი რა დიდი სასწაული ხდება. შეხედეთ, ნახეთ, ეს ხომ ყველაფერი ხდება მართლმადიდებელი პატრიარქის ხელში. ეს ხომ ყველაფერი დიდი სასწაულია მართლმადიდებლობის. ღმერთი ამ დიდი სასწაულით ამტკიცებს, რომ ჭეშმარიტი რელიგია არის მართლმადიდებლობა. მოდიან სამარიის მხარედან ფოტინაში თამომავლები. გრძელიგად სერავენ იერუსალიმის ქუჩებს ხმაურიანი მსვლელობით, უკითა და წინწილითა, დაფითა და ნაღარითა, მოდიან საუკუნეების სიღრმიდან ფოტინას შეგულიანებულები, შემდეგ კი თავად მაცხოვრისაგან ნაქადაგებნი ყველაზე ჭეშმარიტი ქადაგებნი. ეს არის ყველაზე ხმაურიანი და ყველაზე ხმამაღალი ერთგულება ჭეშმარიტი სარწმუნოებისა, მართლმადიდებლობისა. ჩვენი რწმენა მართალია. ეს შეძახილი იმ დღეს მთელ კაცობრიობას გადაულის თავზე. ჩვენი რწმენა მართალია. ღმერთი გაძლევს ზეციდან ნიშანს და ძალასაც, საქვეყნოდ იყვირო, ნაღარა დაკრა, რომ შენი რწმენა მართალია. არა იმიტომ მარტო რომ იამაყო, არამედ იმიტომაც რომ შეცდომილი მოიმხრო, გააფრთხილო, შენი სიხარულის თანაზიარი გახადო, ღმერთის შვილობა გაახსენო, ერთ საერთო სახლში დაბრუნების სიხარული განაცდევინო, მაგრამ მხოლოდ ერთადერთი ჭეშმარიტი გზით მართლმადიდებლობა. უწყოდა ღმერთმა, რა ყალზეც შედგებოდა კაცობრიობა, რა დაქადნებითაც ამბოხდებოდა, რა სიკერპითაც იტყოდა უარს ცხონებაზე და აძლევს დაჟინებით უტყვარად და უცდომელად ზეცი და ნიშანს, ღვთაებრივ ცეცხლს, ყველა მითისა და ტყვილის, ყველა ზღაპრისა და წილა ბოდილას გასაუქმებლად. ცნობას ერთადერთი მხსნელი გზის შესახებ, შეურყეველი მართლმადიდებელი რწმენის შესახებ.
ამ დღეს ხარობს მთელი მართლმადიდებელი სამყარო, განსაკუთრებით კი სამარიტელი ქრისტიანი არაბობა. ამ დღეს მოელიან ისინი მთელი წლის მანძილზე. ამ დღეს ამაყად დიდი ან პატარიანად იერუსალიმის ქუჩებში საჯაროდ აცხადებენ ჩვენი რწმენა მართალია. ამ დღეს მათ სიხარულს საზღვარი არ აქვს. არაბები მოდიან, ესე იგი, დიდი ყიჟინით, დიდი სიხარულით და ჩვენ ამ დიდ სიხარულს უერთდებით. ამ დროს ჩვენ არც საუბრობთ, არც არაფერს ვლაპარაკობთ, რადგან კომენტარი არ არის საჭირო. მათთან ერთად ჩვენს დიდი სიხარულით აღვივსებით. მას ვნახოთ ეს კადრები და შემდგომ ხდება უკვე ცეცხლის გარდამოსვლა. ამ კადრებს ჩვენ განზრახ არ ვიღებთ, არ ვამოკლებთ და ამ დიდ სიხარულს უერთდებით და თქვენს დავაზობთ, რომ გაიზიაროთ ეს დიდი სიხარული. მართლმადიდებელი არაბები ასეთი ყიჟინით შემოდიან ტაძარში, ამბობენ, რომ ერთხელ არაბი მართლმადიდებლები არ შემოუშვეს ტაძარში, რადგან ისინი ყვირიანო, ხმაურობენო და ჩაუკეტეს კარები. არაბები ყვიროდნენ, გაგვიღეთ კარები, გაგვიღეთ და თან აგრძელებდნენ ხმაურს, ყვირილს, თაფთაფების ბრახუნს და ასე შემდეგ. და მოხდა ესეთი სასწაული, რომ ცეცხლი არ გადმოვიდა. ძალიან დიდხანს გაგრძელდა, როცულობენ, არ გადმოდის ცეცხლი, არ გადმოდის და ბოლოს ყველა შეწუხდა და რამოდენიმემ დაიყვირა, შემოუშვით მართლმადიდებელი არაბებიო. გააღეს კარები, შემოუშვეს და უცებ გარდამოვიდა ცეცხლის ზეცინა. აი ესეთ ამბავსაც ყვებია.
ესე იგი ეს უკვე მაცხოვრის საფლავია. შემოდის მართლმადიდებელი პატრიარქი, მას გამოსავენ, შემდგომ აიღებს სანთლებს და შევა მაცხოვრის საფლავის ტაძარში და დაიწყებს ლოცვას. სანამ პატრიარქი შევა მაცხოვრის ტაძარში, არის დიდი ხმაური და როდესაც შედის, უკვე აქრობენ ყველა სანთელს, ყველა კანდელს, ხმას აღარავინ არ იღებს, დიდი სიჩუმეა და ყველა ლოცულობს. და მერე უკვე როცა პატრიარქს გამოაქვს ღვთაებრივი ცეცხლი, კვლავ უდიდესი ყიჟინა, უდიდესი სიხარული და სიხარულიდან გამომდინარე წამოძახილი. მაგრამ ამ წელს ესეც სასწაული მოხდა კიდევ, რომ პატრიარქი, ესე 86 წელს პატრიარქი ძალიან უძლური იყო, ღმერთმა დიდხანს არ ალოდინა და როგორც შევიდა მაცხოვრის ტაძარში, რამოდენიმე წამის შემდეგ გარდამოვიდა ცეცხლის ეციდან. ცეცხლი გარდამოდის სხვადასხვანაირად. ზოგჯერ ხდება, რომ მთელი დიდი გუმბათის სივრცე ივსება ნაპერწკლებით და შემდგომ ყის ჩადის მაცხოვრის საფლავში და ინთება ცეცხლი. ზოგჯერ ტაძარში გუმბათის სივრცეში გამოჩნდება ელვები. ეს უკვე ნიშანია, რომ ცეცხლი გარდამოდის. მართლმადიდებელი პატრიარქის უკან დგას მონოფიზიტი პატრიარქი. აი უკვე პატრიარქი შევიდა მაცხოვრის საფლავში. აი ცეცხლი სულ რამოდენიმე წამში უკვე გარდამოვიდა, როგორც თქვით, და აი ღვთაებრივი ცეცხლი. ყველა გახარებულია უდიდესი სიხარული, სულიერი სიხარულით ახსილნი არიან და რამოდენიმე წუთის შემდეგ უკვე
პოლიცია, ეკლესიის სტიხაროსნები ყველას თხოვენ რომ ცეცხლი ჩააქრონ, იმიტომ რომ ხანძრის საშიშროება არ შეიქმნას და უხაერობის გამო ვინმე არ შეწუხდეს. სასწაულია რომ ჯერ არასოდეს მომხდარა ის რომ ამდენი ცეცხლია, ამხელა ცეცხლია, ყველას ცეცხლი უჭირავს ხელში და ჯერ ხანძარი არ გამჩნდა რა ამ ტაძარში და არც არავინ შეწუხებულა. ღვთაებრივი ცეცხლი რამოდენიმე წუთი არ წვავს საერთოდ. შემდგომ იღებს უკვე ნამდვილი ცეცხლის თვისებებს. ეს სულ რამოდენიმე წუთი დასაწყისში. ნუ ვინ გოდებ ცოდვათათვის რამე თუ შემდობელი ჩვენი აღმოფწყინდა საფლავი ნუ ვინ ზრწინ და ეშინინ სიკვდილისაგან რამე თუ განმანთავისუფლნა ჩვენ სიკვდილმან მაცხოვრისაგან და დაშრიტა მათთვის რომელნი ფხრობილი იყვნენ მისგან წარმოსტყვენა ჯოჯოხეთი შთახდარა მასში განამწარა იგი შთასვლითა თვისითა და ესე ისაია პირველვე ღაღატყო ჯოჯოხეთი რა შეგემთხვია იტყვის ქვეშე შენსა გამწარდა რამე თუ განქარდა გამწარდა რამე თუ მოიკიცხა გამწარდა რამე თუ მოიკლა გამწარდა რამე თუ დაიმხო გამწარდა რამე თუ შეიკრა მიიხნა ხორცნი და ღმერთი იხილვა შეიწყნა რა ქვეყანამან და მოეგებნეს ცანი მიიღო ხილული და დასცა უხილავი სადარ სიკვდილო საწერტელი შენი სადარს ჯოჯოხეთო ძლევაი შენი აღსდგა ქრისტე და დაირღვიე შენ აღსდგა ქრისტე და დაეცნეს ეშმაკნი აღსდგა ქრისტე და იხარებენ ანგელოზნი აღსდგა ქრისტე და ცხოვრება მოქალაქობს აღსდგა ქრისტე და არღარა ერთი მკვდართაგან იღარ საფლავსა შინა აღსდგა ქრისტე კვტრეთით და იქნა იგი დასაბამ შესვენებულთა რომლის არს დიდება და სიმტკიცე უკუნითი უკუნისამდე ამინ
და აღდგომის სიხარულმა ყოველი ჩვენთაგანი გაახაროს არადიული მეტარი სიხარული.